14,000 ლარით შემცირებული გადასახადი მხოლოდ ორ თვეში. სემეკის ცნობით, სწორედ ეს არის ახალი რეგულაციის ერთ-ერთი პირველი ხელშესახების შედეგი, რომელიც ერთიანი ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის შედეგად ერთ-ერთმა საცხოვრებელმა კორპუსმა ორ თვეში მიიღო. როგორც სემეკში განმარტავენ 2024 წლის შემოდგომაზე ძალაში შესულმა რეგულაციამ უკვე საშუალება მისცა თბილისის მრავალბინიანი კორპუსების ნაწილს საერთო ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვით კომუნალური ხარჯები გაენახევრებინა. სემეკის ცნობით, წლების განმავლობაში საქართველოში ენერგოეფექტური და უსაფრთხო გათბობის სისტემების განვითარება სხვადასხვა მიზეზების გამო შეფერხებული იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც მოწესრიგ და გარკვეული საკითხები პრობლემა აღმოიფხვრა. განისაზღვრა ტარიფის დარიცხვის წესი, მომსახურე ორგანიზაციის სტატუსი და დარიცხვის მეთოდოლოგია. ჭკვიანი მრიცხველების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ყველა მობინადრისთვის ინდივიდუალური ტარიფი დადგინდეს. დღეს უკვე გვაქვს ხელშესახები მაგალითები თბილისშიც არიან, თბილისში, ასევე ბათუმში და ბაკურიანშიც ეხლა ხდება ახალი ამ სისტემაში ჩართვა ერთ-ერთი კორპუსის. ასევე შემიძლია კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ, რომ დეკემბერ-იანვრის პერიოდში იმ კორპუსი, რომელიც თბილისში იყო ჩართული, ამ სისტემით სარგებლობდა, 11,000 მეტრი კუბი მოიხმარა და დაერიცხა 7,000 ლარი. რაც წინა რეგულაციის მიხედვით 14,000 ლარი იქნებოდა და საერთო ჯამში ამ ორ თვეში 14,000 ლარის ეკონომია გააკეთეს, ესე იგი თვეში 7,000 ლარი. ერთ კორპუსში, სადაც 50 ბინა არის განთავსებული, 50 საქვაბე გვაქვს, ანუ 50 გაზის კამერა, რომელიც ძალიან რთული არის ექსპლუატაციის. სემეკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემა შემდეგ ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მიერ მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველის საშუალებით და მეორე გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ცენტრალური გათბობის სისტემა უნდა სარგებლობდეს განახლებადი ან ალტერნატიული წყაროთი, მზის კოლექტორებით. რეგულაცია ასევე ითხოვს განახლებადი ენერგიის გამოყენებას. რატო ითხოვს განახლებადი ენერგიის? იმიტომ რომ თვითონ საქართველოს ისეთ ზონაში მდებარეობს, რომ თვითონ ენერგია, მზის ენერგია ჭარბად არის, მაღალი ტემპერატურებიც არის, შესაბამისად აქ მზის კოლექტორების გამოყენება და სხვა ალტერნატიული წყაროების გამოყენება კრიტიკულად აუცილებელია, რადგან გაზზე დამოკიდებულების შემცირება ხდება. წარმოიდგინეთ, ანუ იმისთვის, რომ ზაფხულში, როდესაც 40 გრადუსი სიცხეა გარეთ, გაზი შემოგვაქვს, იმპორტს ვაკეთებთ აზერბაიჯანიდან, რამხელა ინფრასტრუქტურა ემსახურება ამას, იმისთვის, რომ ცხელი წყლით ხელი დავიბანოთ, ხო? არის აქ რაღაცა, ასე ვთქვათ, ლოგიკური თემა, რომელიც აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს მომხმარებლამდე. დეველოპერული კომპანიებისთვის სემეკის რეგულაციების სიახლეა. მათი ნაწილი აცხადებს, რომ სამომავლო პროექტებში ერთიანი ცენტრალური გათბობის სისტემას აუცილებლად გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად საბოლოო გასაყიდ ფასში აისახება, დეველოპერები ფიქრობენ, რომ მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტი მაინც მიმზიდველი იქნება. ერთ-ერთი პროექტი არის ინდეველოპმენტი დიღომი, სადაც 735 ბინა არის. ახლა 735 ქვაბი არის დასამონტაჟებელი და რა თქმა უნდა, შემდეგ ექსპლუატაციაში თითოეულ მობინადრეს ექსპლუატაციაში ძვირი უჯდება და მონტაჟიც რა თქმა უნდა უფრო ძვირი დაუჯდება. ნუ იქნება შესაძლებლობა, რომ დაიმიჯნოს, ანუ არ იქნება პრობლემა, რომ თქვა ერთი მობინადრე იხდის, მეორე მობინადრე არ იხდის, ანუ მე თუ გადავიხდი მხოლოდ ჩემს მიერ მოხმარებულ გათბობის საფასურს, მაშინ მე მგონია, რომ ისაღებია. თუ იქნება ჭკვიანი აღრიცხველები, რომელიც აღრიცხვას, რომ თქვა მაღაზიამ უნდა გადაიხადოს, თქვა კომერციული ტარიფით, ვინამ უნდა გადაიხადოს ჩვეულებრივი ტარიფით, ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მობინადრე ორმაგად მოგებული იქნება, იმიტომ რომ პირველ რიგში მონტაჟის ხარჯები იქნება უფრო ნაკლები და მეორე რიგში იქნება უფრო ნაკლები ხარჯები მერე მისი ექსპლუატაციისას. ვინას ოდესაც ყიდულს აი პირველადი ფასი გაიზრდება, დეველოპერთან მოუწევს ამ თანხის გადასტარას, გარკვეულწილად შეიძლება ესე ვთქვათ დისკომფორტი იყოს, თუმცა არც ისე დიდი. ვფიქრობ, რომ საინტერესოა პრემიუმ პროექტებში, ვფიქრობ, რომ ყველგან უნდა იყოს ესეთ სისტემები დანერგილი, რაც შეეხება ეკონომ პროექტებში და მედიუმში. ისევ ფასიდან გამომდინარე, თუმცა ახსნათია მომხმარებლისთვის ფასით და კომფორტით, რომელსაც რეგულობს, ასე რომ ალბათ სიამოვნებით გადავალთ ახალ სისტემების დანერგვაზე. კომპანია დომუსი ერთ-ერთია, რომელმაც გათბობის ერთიანი ცენტრალური სისტემა ერთ-ერთ პროექტში უკვე განახორციელა. კომპანიის ინფორმაციით ახალი სისტემისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის შედეგად მობინადრეთა კომუნალური ხარჯები დაახლოებით 1,7 ჯერ შემცირდა. ჭკვიანი მრიცხველები პირდაპირ არის დაკავშირებული გაზგამონაწილებელი კომპანიის სერვერთან, რაც დარიცხვის პროცესს გამჭვირვალეს ხდის. დაზოგილი თანხები კი ხშირად ისევ გამწვანების აქციებსა და მობინადრეების კეთილდღეობას ხმარდება. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო 2 წლის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად სემეკთან ერთად
შესაბამისად ეს კანონპროექტი აღნიშნული, რაც არეგულირებს ასე ვთქვათ ბუნებრივი გაზის მოხმარების გადანაწილების შესახებ თემებს, უკვე მოერგო ამ თანამედროვე სპეციფიკას და უკვე გვაქვს შანსი, რომ კომერციული და საყოფაცხოვრებო ტარიფი იყოს გამიჯნული და შესაბამისად ეს სისტემა ასე ვთქვათ აღიარებულია ახლა სახელმწიფოს მარეგულირებლის გადმოსახედიდან და ეს ძალიან ამარტივებს ასე ვთქვათ და ხელფესს უხსნის დეველოპერებს ოპერირებას აი ამ საერთო სიკეთის მხარდაჭერის ჭრილში ჭავჭავადის 57-ში მდებარე დომუსის საცხოვრებელ კომპლექსზე, სადაც რეალურად განხორციელდა აღნიშნული სამუშაოები, დაინტეგრირდა ასე ვთქვათ ჭკვიანი მრიცხველები გაზის გამანაწილებელი კომპანიის მართვის, ანუ ხედვის სერვერთან ასე ვთქვათ კოლაბორაციით და მათ ლაივ რეჟიმში აქვთ უდომა ციფრებთან. როგორც CEMEX-ში განმარტავენ, გათბობის ინდივიდუალური სისტემა ხშირად მაღალი რისკის მქონეა. მათი ექსპლუატაცია რთულია, რადგან ნებისმიერ მათგანს შესაძლოა გარკვეული ქარხნული წუნი აღმოაჩნდეს. ერთიანი სისტემა კი ამ პრობლემას აწესრიგებს და სერვისით უზრუნველყოფას ერთ მომსახურე ოპერატორს აკისრებს. ამასთან დანადგარებს, რაც უფრო ერთიანი და სისტემატიზებული სახე აქვთ, მოხმარება მით უფრო ნაკლებია. მოლოდინია, რომ საკითხზე ცნობადობის ამაღლების შემდეგ ერთიანი სისტემებით უფრო მეტი დეველოპერი და მომხმარებელი დაინტერესდება.